საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის გურიაში სიახლეა. გუნდის მთავარ მწვრთნელად უკრაინელი სპეციალისტი რომან პოკორა დაინიშნა. ლანჩხუთის გურიას ახალი უკრაინელი მწვრთნელი ყავს. რომან პოკორა გუნდის გაწვრთნას უკვე შეუდგა. 65 წლის უკრაინელი სპეციალისტი არაერთ კლუბშია ნამუშევარი და ამ გუნდებში თავისი კვალი აქვს დატოვებული. პოკორამ განაცხადა, რომ ლანჩხუთის გურიას გაძლიერებას არაერთი უცხოელი ფეხბურთელის შემომატებით გეგმავს. В этом году, календарном году, стабилизировать состав, определиться составом, потому что команда недоукомплектована. Вот послезавтра, 21 числа игра с Рустави, нету защитник выбыл центральный, нету, значит, стабилизировать состав и для того, чтобы после Нового года уже что-то можно было наиграть. Но сейчас выйти из этой ситуации, потому что команда поздно собралась, я знаю, не проводила учебно-тренировочные сборы полноценные, стабилизировать состав, наладить. ჩვენი თავარი ამოცანა არის, რომ მე როგორც დავპირდი ჩვენი რაიონის მოსახლეობას და ფეხბურთის საქალაქო შემადგენლობას, არის ის, რომ ლანჩხუთის გურია წარმატებული კლუბი გახდეს და ჩვენ პირველი ნაბიჯი გადავდგით მაშინ, როცა შევეცადეთ და მივაღწიეთ იმას, რომ ლანჩხუთის გურიის ბაზა გრიგოლეთში დაბრუნებოდა ლანჩხუთის რაიონს. მეორე ეგ არის ახლა, რომ მოვიწვიეთ ეგეთი ცნობილი პიროვნება უკრაინიდან, ძლიერი სპეციალისტი ფეხბურთის, რამოდენიმე დღეში ველოდებით იურისტებით ჩამოსვლა სპონსორებთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ ნორმალურად უნდა იყოს ყველაფერი. ეხლა ცოტა ფინანსურად გასაჭირი გვაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ რამოდენიმე ხანში დავძლებ და ყველაფერი კარგად იქნება.